მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო. რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტ ტელევიზია IETV-ს ხელმძღვანელობა მოგმართა წინადადებით თავისუფალი აზრის სახლს გაგვესაუბრა ტელემაყურებლებთან, ინტერნეტ ტელევიზიის მაყურებლებთან იმ საკითხებზე, რაზედაც მუშაობს თავისუფალი აზრის სახლი, როგორია მისი მუშაობის ხასიათი, რა გეგმები აქვს და ასე შემდეგ. უნდა მოგახსენოთ, რომ თავისუფალი აზრის სახლი ჩამოყალიბდა რამდენიმე წლის წინ 2008 წლის მიწურულს და იმთავითვე დაიმსახურა გარკვეული ინტერესი, გამოიწვია გარკვეული ინტერესი მის მუშაობამ ჩვენ საზოგადოებაში. თავისუფალი აზრის სახლის სათავეებთან იყვნენ ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მოღვაწეები, ისეთები როგორც არის იყვნენ მიხეილ ქურდიანი, ურამბოლ კიპანიძე, არნოლდ გეგეჭკორი, თამარ დეკანოსიძე და ბევრი სხვა. ამჟამად თავისუფალი აზრის სახლის მუშაობის ძირითადი შინაარსი ეძღვნება რამდენიმე პროექტზე მუშაობას. ეს პროექტები გახლავთ რეალური რისკები რეალურ საქართველოში. ეს პროექტი დაკავშირებულია იმ საკითხების კვლევასთან და იმ საკითხების წარმოჩენასთან, რომლებიც საქართველოს როგორც სახელმწიფოს, როგორც ქვეყანას, მის მოსახლეობას, მის საზოგადოებას გარკვეულ საფრთხეებს უქმნიან. და საუბარი არის იმაზე, თუ რა გზებით, რა მეთოდებით, რა საშუალებებით მოხდეს პრევენცია ამ საფრთხეებისა და საზოგადოება განვითარდეს მისთვის აუცილებელი და ჩვეული პოზიტიური გზით. მეორე პროექტი გახლავთ ასეთი სახელწოდება აქვს რესურსები და პრიორიტეტები. სახელწოდებიდან ჩანს, რომ საუბარი არის იმაზე, თუ რა მიზნები გააჩნია ჩვენს ქვეყანას და რა საშუალებებით, რა რესურსებით აპირებს ამ მიზნების განხორციელებას. რა თქმა უნდა, აქ ძირითადი არის შესაბამისობაში მოყვანა სურვილებისა და შესაძლებლობების. და სწორედ ამ საკითხების განხილვას ეძღვნება ეს მეორე პროექტი. მესამე პროექტი, რომელიც შედარებით ახალი დაწყებულია, გახლავთ მისი სახელწოდება არის მომავლის ღურბზე. საუბარია იმ კვლევებზე, იმ სამუშაოზე, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესაქმნელად. რაც, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას გააჩნია და რაც აუცილებელია საქმიანობის, მუშაობის სწორი დაგეგმვისათვის. ლაპარაკი არის როგორც მოკლევადიან და საშუალოვადიან, ასევე გრძელვადიანი განვითარების პროგრამებზე. დღესდღეობით თავისუფალი აზრის სახლი სახლს მართავს საბჭო. საბჭოს შემადგენლობაში არიან ცნობილი მოღვაწეები, ცნობილი მეცნიერები, ანალიტიკოსები. დღეს თქვენს წინაშე საბჭოს ორი წევრი წარსდგება. ეს გახლავთ ბატონი სოსო არჩვაძე, ცნობილი ქართული ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ალბათ მის პუბლიკაციას თქვენ პრესიდან, ელექტრონული მედიის საშუალებებიდან გასწრებული ხართ. მე გახლავთ გივი თალაკვაძე, ფიზიკოსი, ფიზიკას და მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც თავისუფალი აზრის სახლთან ბატონ სოსოსთან ერთად და ჩვენ სხვა კოლეგებთან ერთად უკვე თითქმის მეორე წელია, რაც აქტიურად თანამშრომლობთ. ბატონ სოსო, ალბათ ჩვენს მაყურებელს აინტერესებს ძირითადი საკითხი, რაც ჩვენს აინტერესებს და ალბათ საქართველოში ძალიან ბევრს. რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა? როგორია მისი განვითარების პერსპექტივები? შეიძლება თუ არა და თუ შეიძლება რა გზებით ამ პერსპექტივების პოზიტიური კორექტირება? რა რესურსებია ამისთვის საჭირო? მინდა მოგახსენოთ, რომ ამას წინ გავეცანი საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებს, სადაც იყო გამოკვლეული ის
ძირითადი პრობლემები, რაც საზოგადოებას მიაჩნია უმთავრეს პრობლემად. ჩამონათვალი ამ პრობლემებისა მნიშვნელობის და ხმების მიხედვით შეიძლება ითქვას ასეთი იყო. პირველ ადგილზე გახლავთ უმუშევრობა. ალბათ სადაოც არ არის, რომ უმუშევრობა არის ყველასთვის, ეს არის საყოველთაო უმნიშვნელოვანესი პრობლემა დღეს საერთოდ გლობალური მასშტაბით, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ არც წინა წლებში გლობალური კრიზისის პერიოდს გულისხმობ, არ იყო მაინც და მაინც კარგი მდგომარეობა ამ მხრივ. კრიზისის დროინდელი და კრიზისის შემდგომი პერიოდები კიდევ უფრო გაამრავლეს ალბათ ეს პრობლემა. მეორე ადგილზე გავხდათ ცხოვრების სიძვირესთან დაკავშირებული საკითხები, ეს ეხება ტარიფებს, კომუნალური მომსახურების, სატრანსპორტო დანახარჯებს, სურსათის სიძვირეს, სამედიცინო მომსახურების განათლების მიღებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს. შემდეგ სასამართლო სისტემის მდგომარეობა, ის მდგომარეობა, რომელიც მოსახლეობას არ აკმაყოფილებს. შემდეგ იყო სამედიცინო მომსახურება, ძირითადში მიუწვდომლობის თემა და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ხარისხის თემაც. ასევე განათლების მხრივ იგივე პრეტენზიები. წარმოჩენილი იყო ის, რომ წარმოება ინდუსტრიული სფერო და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფერო სულ უფრო და უფრო ცუდი მაჩვენებლებით ხასიათდება ბოლო 10 წლეულს და თუნდაც 20 წლეულს თუ განვიხილავთ. შემდეგ იყო ეკოლოგიური პრობლემები, დემოგრაფიული პრობლემები, რასაკვირველია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები და ტოლობის პრობლემები და ასე შემდეგ. როგორ მიგაჩნიათ, როგორ ფიქრობთ? ჩამონათვალი, რომ სწორია და ბუნებრივია, ფაქტია, მაგრამ რაც შეეხება რანჟირებას, შეიძლება ჩვენ დავეთანხმოთ, ან როგორ კომენტარს გავუკეთებთ საზოგადოების მიერ ასეთ თანამიმდევრობის პრობლემებს. პრინციპში შეიძლება ბევრი გამართოთ იყოს სხვადასხვა აზრი, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი მაინც ობიექტურად აფასებს საკუთარ მდგომარეობას, იმიტომ რომ მრავალწლიანი მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკა ცივილიზაციის განვითარებისა ადასტურებს, რომ ადამიანთა მათი წარგული სოციალური ჯგუფების და მთელი საზოგადოების თვითშენახვისა და გადარჩენის ინსტინქტი გაცილებით ძლიერია, ვიდრე რაიმე სუბიექტური ან წარგული მართული ძალის მიერ შედგენილი პროგრამა, პროექტი, პროჟექტი, კონცეფცია და ასე შემდეგ. როდესაც ადამიანები პირველ პლანზე, წინა პლანზე აღიარებენ უმუშევრობას, აქ ამოდიან საკუთარი რეალური მდგომარეობიდან, როდესაც არ არის სამუშაო, შემიძლია გითხრათ, რომ ყოველი 1000 ადამიანიდან აქ ყველა ასაკის პიროვნებების საქართველოში დაქირავებით დასაქმებული არის ალბათ 130-115 სეზონების ნახევარი. ეს არის დაბალი მაჩვენებლები, რომელიც მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატებისას სამჯერ ჩამორჩება. ეს რას ნიშნავს? რომ მაგალითად ჩვენ გვიყვარს პრესას, მედიას, ხშირად ხელისუფლებასაც იმის თქმა, რომ ეს საშუალო ხელფასი იზრდება. რა თქმა უნდა იზრდება, მაგრამ ხელფასის მიმდევრთა რაოდენობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ამ რეალური გავლენა, ესე იგი, მოახდინოს მთელი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე. დაბალი კორელაცია საშუალო ხელფასის ზრდასა და მთელი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში. რატომ? იმიტომ რომ თვითონ ხელფასის ციფრი არის დაბალი შემოსავლებში და ეს ვერ ახდენს გავლენას. რა მოხდა პედაგოგიაში? ყოველი 100 ოჯახიდან ყოველ 100 ოჯახზე დაქირავებით დასაქმებული არის დაახლოებით 55 საქართველოში. მაგრამ ქალაქ ადგილებში მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთ ოჯახში 2-3 და შეიძლება მეტი წევრიც იყოს დაქირავებით დასაქმებული. ამიტომ თუ ავიღებთ მხოლოდ იმ ოჯახებს, სადაც ერთი ან რამდენიმე წევრია დაქირავებით დასაქმებული, ასეთი ოჯახების საერთო რაოდენობის მხოლოდ 34%. ესე იგი, საქართველოში შინაგანობათა მხოლოდ ერთმა სამოწყავს შემოსვლიანი ასაკის ასეთ დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელსაც გარანტირებულ ანაზღაურებას დანარჩენი 2/3 არის დამოკიდებული თვითდასაქმებაზე, საკუთარ მარბაზე, შნუზე, მონარჩევებზე და თქვენ რომელთა შემოსავალი ხშირად სტაბილური არ არის. ეს არის სერიოზული პრობლემა და ამას მოსახლეობა განიცდის
თანაცადასაც აქვს საშუალება შეუდაროს თავისი მდგომარეობა თქვათ მეზობელ ქვეყნებს, იგივე სამხრეთ კავკასიის დანარჩენ სახელმწიფოებს, ესე იგი კომუნიკაციების განვითარება და ინტერნეტმა საშუალება მისცემა, რომ შედარება განხორციელდეს გაცილებით გლობალური მასშტაბით და ამ დროს საკუთარი მდგომარეობის პროექცირება მოძნევე მსოფლიოში მოცნები ქვეყნების მდგომარეობასთან არ იძლევა ვეთქვათ თვითდამშვიდობის თუმცა პრობლემები იქაც ძალიან არის. ახლა ახდება იმ უმშევრობაში ჩვენი მაშინებელი არც ისეთი მძიმე და დამტვრობელია, როგორც რეალური მდგომარეობა, რატომ საქართველოს არის საერთაშორისო ოფიციალური მაჩვენებელზე დაახლოებით 60%-ამდეა და გაცილებით მაღალი მაჩვენებელია, მაგალითად ესპანეთში 23%, ბალტიის ქვეყნებში ჩვენზე მაღალი მაჩვენებელია. მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩვენ სარგებლობთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იყენებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შემოთავაზებულ მეთოდიკას. იგი დასაკმაყოფილებლად ითვლება პიროვნება, რომელიც გამოკლების მომენტში ერთი კვირის მანძილზე ჰქონდა სულ ერთი საათი მაინც არასრულებითი შრომის საქმიანობა, ფულით ან ნატურით. ძალიან პირობითი კრიტერიუმია ასაკურველი. და ამიტომ გამოდის, რომ დაახლოებით დასაკმაყოფილებლთა 2/3 დაახლოებით 60% მოდის თვითდასაკმაყოფილებლებზე. ეს არის დაახლოებით შედარებისათვის მოსამართლეს შეშორებით დაახლოებით 9-ჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე მაგალითად ესტონეთში. ამიტომ შეიძლება ესტონეთში უფრო მაღალი უშუალობის ოფიციალური დონე, მაგრამ რეალური სიტუაცია იქაა და გაცილებით უკეთესია ვიდრე ჩვენთან. და სოციალური დაცვა თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ მასალებს ვფლობთ? აი თუნდაც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან დაკავშირებით, თუნდაც ჩვენს უშუალო მეზობლებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით. უმუშავრთა შემწეობის სისტემა თუ არსებობს, ან მინიმალური ხელფასი ამ ქვეყნებში შედარებით საქართველოსთან რა თანაფარდობაშია, მინიმალური პენსიის ოდენობა რა თანაფარდობაში. ერთი სიტყვით ჩვენ აი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, რესპუბლიკების, ამჟამად დამოუკიდებელი ქვეყნების, სუვერენული ქვეყნების ქვეყნებთან შედარებით რა როგორ გამოვიყურებით? თქვენ მაინც და მაინც სახარბელოდ ვერა. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მოსახლეობა დემოგრაფიულად უფრო დაბალებულია, ვიდრე ჩვენი მეზობლების საშუალო ასაკი ჩვენთან არის დაახლოებით 8 უფრო მეტი ვიდრე აზერბაიჯანში და დაახლოებით 5 უფრო მეტი ვიდრე სომხეთში. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე ჩვენ ნაკლები გვყავს სამუშაო ძალა და მეტი შრომის უნარო პიროვნება, მათ შორის პენსიონერი. და პერსპექტივაშიც ასეთი პერსპექტივაში თუ გაუარესება ესე იგი პენსიონერთა ერთდროულად რაოდენობაზე ჩვენთან 3-ჯერ ნაკლები ბავშვი მოდის, აი 15 წლამდე ასე ის ვიდრე აზერბაიჯანში და დაახლოებით 2-ჯერ ნაკლები ვიდრე სომხეთში. ამიტომ ეს დემოგრაფიული დაბალობის პრობლემა სერიოზულად არის. მაგრამ ახლა მინდა დავუშვი ეს აი უზრუნველყოფას. საზოგადოებაში ნორმალური ბალანსი არის ცალკეულ ასაკობრივ და სოციალურ ჯგუფებს შორის, როდესაც ყოველას პენსიონერზე მოდის დაახლოებით 280-300 დაკრეები დასაკმაყოფილებლად. ჩვენთან ეს არის პროპორცია პირიქით დაახლოებით ყოველას პენსიონერზე მოდის მხოლოდ 78-დან 80-მდე დაკრეები დასაკმაყოფილებლად. ესე იგი იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც 18 ბიუჯეტში შენატანებით, საშემოსავლო გადასახადებით აყალიბებენ ბიუჯეტის იმ სახსებს, რომლებიც უნდა იქნეს გამოყენებული მოსახლეობის საფოსტო ზრუნველობისათვის. ამიტომ ერთ-ერთი ეს მთავარი მიზეზია, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ისე რომ საქართველოში პენსიები უფრო დაბალია ვიდრე ჩვენს მეზობელ სომხეთში და სომხეთში მიმდინარეობენ ეკონომიკური განვითარების დონე თითქმის თანაბრადაა, მაგრამ საპენსიო ზრუნველობით გაცილებით დაბალ დონეზეა საქართველოს სომხეთთან შედარებით. რა მიზეზის დასაქმებული შეიძლება ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მაინც რა მიგაჩნია? ასაკის არასაკმარისი ვთქვათ ნება არა რესურსების ნაკლებობა თუ არა მარტო მის თქმა რომ ჩვენთან მოსახლეობა უფრო დემოგრაფიულად დაბალებულია, ეს რა თქმა უნდა ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ არა ძირითადი და განსასწრული. რა თქმა უნდა პოლიტიკური ნობაც მუშაობს თავის რესურსებს თანაც აი თვითონ პენსიონერთა სტრუქტურას თუ შევხედავთ, ჩვენთან პენსიონერთა 82% არის ასაკით პენსიონერი, მაშინ როცა აღნიშნული კონტინგენტი სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც გაცილებით დაბალია. იქ არის სხვადასხვა შეერთებები, თქვათ მარშრუტების დაკარგვის გამო, სხვა მიზეზთა გამო
ეგ არის ეს სტრუქტურა სხვადასხვანაირია და ეს ფაქტურად ჩვენთან თუ არ ახარ ეს საფესო ასაკის იქ იმის ალბათობა რომ რაღაც მიზეზთა და გარემოება და გამოდაგანიშნოს პენსია ჩვენთან გაცილებით დაბალია ვიდრე ჩვენს მეზობლებში და ესეც რა თქმა უნდა გავაკეთეს პროგრამის თანხმოვანს რომ ჩვენთან კრიზისად კიდევ 1999 წელს მოხდა საფესო ასაკის ერთბაშად გაზრდა 5 წლით და ესეთი მაღალი მაჩვენებელი საფესო ასაკისა აკოპილა აქცენტ პოსტშტებაში ეს ლაპარაკია რუსეთში უკრაინაში და ლაპარაკობენ 8 წლების პერიოდზე აზერბაიჯანში სხვადასხვის და ეს ხდება თანდათან საზოგადოების შემზადება რესურსების ფონდების კოორდინირება ჩვენთან აღარ არსებობს საფესო ფონდები სახელმწიფო და ვიტყვიან ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მუშაობა დასაწყებული ჯერ არის დაწყებული აი მიზეზთა რამდენიმე ჩამონათვალი რომელიც გამოსახავს დაბალ პენსიას ერთ-ერთი ძირითადი წუხილი მოსახლეობისა საზოგადოებისა და ასე რომ ვთქვათ ალბათ ჩემის და თქვენის და ჩვენი ბევრი მეგობრის კოლეგის და თანამშრომლის ახლობლის დაკავშირებულია წარმოების განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროებში შექმნილი და მე ვიტყოდი უბრალოდ გაუგებარი მდგომარეობით. თითქოს და საქართველოს წლების განმავლობაში მე არ გულისხმობ თქვათ 100 წლის წინანდელ მდგომარეობას, გულისხმობ 20-30 წლის წინანდელ მდგომარეობას. საქართველოს განსაკუთრებული წარმატებები და განსაკუთრებული მასშტაბები სოფლის მეურნეობისა არ გამოირჩეოდა, მაგრამ გარკვეული რესურსი იმისათვის, რომ საკუთარი მოსახლეობისთვის მიეწოდებინა სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტები გარედან შესყიდვის თუ გარედან მიღების გარეშე მაინც არსებობდა. დღეს არავისთვის არ არის დასამალი, რომ ბოსტნეულის და ხილის სტრუქტურაშიც კი ადგილობრივი წარმოების ადგილზე საქართველოში ყოფანილი პროდუქციის რაოდენობა წლიდან-წლამდე მცირდება. თავისთავად ეს სასაკვირველი არ ხდება. ამას გააჩნია თავისი გარკვეული მიზეზები. ალბათ არც ის არის სწორი, რომ ან მისაღები უფრო სწორედ, რომ თქვათ იგივე მეზობელი ქვეყნებიდან, იგივე თურქეთიდან შემოსული პროდუქცია იმის გამო, რომ გაცილებით იაფია, თვითღირებულება მისი გაცილებით უფრო დაბალია ვიდრე ადგილზე მოყვანილი პროდუქციისა. თავისუფალი ეკონომიკის და საბაზრო ეკონომიკის პირობებში განაპირობებს კიდევაც მის უპირატეს რაოდენობას ჩვენს ბაზარზე. მაგრამ არ მგონია, რომ საქართველოს სოფელს, ქართულ სოფელს საქმის სწორი ორგანიზების შემთხვევაში არ შეიძლება იგივე ბოსტნეულით, იგივე ხილით, არა მარტო საქართველოს მოსახლეობის, არამედ გვერდით ყოფი არსებული ქვეყნების მოსახლეობის გამოყვება თუ არა, ყოველ შემთხვევაში რაღაც ნაწილით ექსპორტირება კიდევაც. როგორ ფიქრობთ, აქ მიზეზი ასეთი მდგომარეობის ძირითადი მიზეზი რაში მდგომარეობს აქ ასეთი მიზეზი? სოფლის მეურნეობა საერთოდ ზოგადად თავისი ბუნებით და პლანტაციების ხასიათით ეს არის მაღალი რისკის შემცველი დარგი, სადაც ბევრი დამოკიდებული არ მარტო წარმოების ორგანიზებაზე, არამედ გარემო კლიმატურ პირობებზე, ფაქტორებზე და ასე შემდეგ. ამიტომ თანაც პლანტაციების ციკლი აქ მისი შენელება, დაჩქარება გარკვეულად შესაძლებელია. თავის დროზე საბჭოთა პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობა არ მიეკუთვნებოდა მოწინავე ტექნიკური პროგრესის პოლიგონს და იქაც შრომის წარმომავლობა ჩამორჩებოდა ეკონომიკის სხვა დარგებს და ასევე სხვა რესპუბლიკების მაგრამ შედარებისათვის რამდენი პროცესს დავასახელებ 90 წლისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობაში კერძო სექტორის გარდა საზოგადოებრივ მეურნეობაში, კომუნალურ საბჭოთა მეურნეობაში ჯამში 27,000 მეტი ტრაქტორი. დღეს კი აი 2000 წლიდან 2011 წლის საფრთხე და 2012 წლის განმავლობაში საქართველოში სულ შემოვიდა 8800 ტრაქტორი. განსხვავება თანაც ისე შემოდის ის იყო ექსპლუატაციიდან გამოდის იმას თავისი ინფორმაცია. ამიტომ დღეს ტექნიკური აღჭურვილობის დონე შესაბამისად ჩვენი წარმომავლობა 80 წლების დონესთან შედარებითაც კი დაახლოებით 4-5-ჯერ დაბალია. ჯერ სულ ზმარიო და ზედაასხეს ქართული ენაზე ძალიან შეეფერება სოფლის საქმეთან
ეს სოფლის მეურნეობაზე დღეს მოდის პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 1.4% და ეკონომიკაზე გაცემული სესხების აგრარული თანხმდება და სხვადასხვა ინტერესების ეკონომიკაზე გაცემული სესხების ასევე 1.4%. თუ შევადარებთ სოფლის მეურნეობაში გაცემული სესხების ოდენობას ერთს მხრიდან და მეორე მხრიდან მოსახლეობის მიერ უძრავი ქონების გარანტიით აღებულ სესხებს სხვაგვარის 24-ით. ისე 24-ჯერ მეტია მოსახლეობის მიერ აღებული სამეურნეო სექტორიდან სესხების ოდენობა ვიდრე სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის აღებული სესხების ოდენობა. ძირითადად თქვენი აზრით ეს მოსახლეობის მიერ აღებული სესხები რა მიზნით ხდება მათი? სამწუხაროდ არაეკონომიკური მიზნით ეს ხდება პირადი საჭიროებისათვის იგივე ჯანმრთელობის გამორევების სწავლის საფასურის დასაფარავად რაღაც გაუთვალისწინებულ ხარჯებისა და რიგის სხვა მიზეზების გამო რომელთა ანუ პერსპექტივა ამ სესხების დაბრუნებისა დაკავშირებული ისო ახალი წყაროების მონახვასთან და არა გარკვეული საქმიანობის წარმატებულ განვითარებასთან და ასე შემდეგ. სხვადასხვა ეროვნული ბანკი წელიწადში ერთხელ აქვეყნებს მონაცემებს და წელს 2011 წლის შედეგებზე გამოაქვეყნა ინფორმაცია კომერციული სამეურნეო სექტორის მიერ ესე იგი დაუფლებული ქონების ოდენობაზე, რომელიც მას უკვე გადაუსწრო ვადაგასული სესხებისა და დავალენებების უწყობას. დაახლოებით ესე იგი წინა წლებში ეს თანაფარდობა 1:3-თან, ესე იგი სამჯერ არ გამატებოდა ვადაგასული სესხების ოდენობა აი ამ ამოღებული დაუფლებული ქონების ოდენობაზე. ეს უკვე პირიქითა პროპორცია, ესე იგი მასობრივად ხდება კერძო საკუთრებაში აქამდე არსებული უძრავი ქონების ელემენტების იპოთეკით დათვლილი მათ შორის ბინების მიწის და ასე შემდეგ გადასვლა ბანკების საკუთრებაში. საკმაოდ საშიში ტენდენცია. საკმაოდ საშიში ტენდენცია და თუ ისაც გავითვალისწინებთ, რომ ესე იგი ბანკების მიერ აი ბოლო პერიოდში მოგების ოდენობა გაურმაგდა, ეს კიდევ დაემატა დამატებით შემოსავლობაში, როცა ეკონომიკაზე გაცემული სესხების სიდიდე ერთ წელიწადში გაიზარდა მხოლოდ 12% და მოსახლეობაზე გაცემული კრედიტების სიდიდე სამგრძნობიარობით გაიზარდა თითქმის სამჯერ უფრო მეტად 34%. ანუ ბანკებმა შეიძლება ითქვას გარკვეულწილად დაკარგეს თავის ძირითადი ფუნქცია, რომ ეკონომიკის მომძრაობელი ერთ-ერთი თანამდებობა განაგდება როგორც თვითმფრინავის სისტემა საკუთარი თავის მომუშავების, იგი საკუთარი აქტივების ზრდაზე და საკუთარი ვეთქვენ ფინანსური სიძლიერის მომუშავე ინსტიტუტი გახდა. ამ შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ეროვნულ ბანკს და საერთოდ ხელისუფლებას, რომ რაც შეეხება დემოგრაფიულ პრობლემებს, აქ თქვენ ახსენეთ კიდევაც და ეს არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მძაფრი, ყველაზე მტკივნეული და სამწუხაროდ არც თუ ისე მარტივად და მოკლე პერიოდში გადასაჭრელი პრობლემა, რადგანაც თუ როგორც თქვენ ვზანეთ და ცნობილია მოსახლეობის დაბერება 2-3 წელიწადში და თუნდაც 10 წელიწადში არ ხდება, ეს არის სამიზნეო პროცესი. ასევე ვერ მოხდება მოსახლეობის გაახალგაზრდობა, რაც არ უნდა გონიერი, სწორი და კორექტული ნაბიჯები იქნას გადადგმული ხელისუფლებისა თუ თავად საზოგადოების მიერ. საზოგადოებას, რა თქმა უნდა, მოსახლეობას სჭირდება გარკვეული სტიმულირება იმისათვის, განსაკუთრებით, ახლა არ მგონია ეს განცხადება არასწორი იყოს, რომ საქართველოში პირველ ყოვლისა ვარ ჩვენ დაინტერესებული იმით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, ქართველები ბრალდებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს არ მოდის არავითარ წინააღმდეგობაში იმასთან, რომ სხვა ეროვნების წარმომადგენლები არ ბრალდებოდნენ, მაგრამ როცა ჩვენ ვატყობთ და ვხედავთ და სტატისტიკა ძალიან მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რომ ქართველების რაოდენობა წლიდან წლამდე პროცენტულ რაოდენობას გულისხმობს წილს. მცირდება ეს საკმაოდ ცუდ პერსპექტივებს უსახავს არა მარტო თვითონ ძირითად მოსახლეობას საქართველოში, არამედ ქვეყნის სტაბილურობასაც კი გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის მომავალში, თუ ეს მდგომარეობა არ გამოსწორდა. და არ მგონია, რომ იქნას არსებობს უпроსწორად სწრაფად განსახორციელებელი სწრაფი შედეგის მომცემი ღონისძიებები დემოგრაფიულ პრობლემებთან დაკავშირებით. რაზე შეიძლება აქ მაინც ძირითადი აქცენტების გაკეთება, როგორც ვფიქრობთ? სხვადასხვა მართალია
გეთანხმებთ აბსოლუტურად, რომ ხისიერი რეცეპტი რამე შედეგის მიღება, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა გამოსცემდეს, ახსნელია და ფაქტობრივად არც არსებობს ესეთი პანაცეა. ევროპის ქვეყნები, რომლებიც გამოირჩევიან შედეგებით მაღალი სტაბილურობით, კეთილდღეობის მაღალი დონით, ფაქტობრივად შევიდნენ დემოგრაფიული დაბინების სტადიაში, ანუ იმ მოსახლეობის წილი, სადაც მოსახლეობა 65 წელზე მეტი წლის მოსახლეობაში უფრო წარუმატება, ეს ითვლება როგორც დემოგრაფიული დაბინები. საქართველოში მაჩვენებელი ორჯერ არის გადაჭარბებული 14% წარუმატება 65 წელს გადაცილებით რაოდენობა. და ეს აწარმოებენ საპენსიო სეკის ზრდა. მართალია საპენსიო თასმა მაიწია 5 წლის განმავლობაში, მაგრამ დღესდღეობით პროცენტულად იმდენივე პენსიონერი ყავს, აი 2011 წლის განმავლობაში რამდენიც ყავდა 1980 წელს, როცა საპენსიო თასმა იყო 5 წლით უფრო დაბალი. ეს სერიოზული. მეორე მხრივ მაგალითად შემიძლია რომ ცხრალის ეფექტი, როდესაც მასობრივად ქართველებმა ვინც არაფერებდა შვილის სკოლას გადაწყვეტეს, რომ აი ცხრალის დაღუპულთა სონის პატივსაცემად კიდევ ერთი შვილი შეეძინა და მაშინ სხვადასხვა 90-91 წლებში მოხდა მოსახლეობის შობადობის მცირე პერიოდის ზრდა. მე ამას მოყვა გარდაცვლილი მოვლენები, საომარი მდგომარეობა, დაპირისპირება, ეკონომიკური ვარდნა და თქვენ შემდგომ წლებში განვითარება ვერ იყო. 90 წელს საქართველოში დაიბადა 93,000 ბავშვი და 2000 წლის დასაწყისში საშუალებებდა 53-დან 55,000-მდე. ორჯერ ნაკლები და შობადობისა და მოგდობის მაჩვენებლები მაქსიმალურად მიუახლოვდა ერთმანეთს. თუმცა გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში მასობრივი ხასიათი იყო საქართველოსთან შრომითი მიგრანტების გასვლა, საერთოდ არამარტო შრომითი მიზეზი გადავიდა, მაგრამ ძირითადი ფაქტორი იყო ეკონომიკური მიზეზი. თანაც გასულთა შორის ყველაზე შრომისუნარიანი და რეპროდუქციულად ყველაზე აქტიური მოსახლეობა იყო ორჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ამ კონტინგენტის მოსახლეობა იყო საქართველოს მთლიან მოსახლეობაში. ფაქტობრივად საქართველოს დაეცალა არამარტო გამოცდილი კვალიფიციური მუშახელისგან, არამედ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც უნდა უზრუნველყოთ დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსცემება ქვეყანაში. ეს შეგვიძლია არ მინდა ასეთი პარალელების გავუვლება, მაგრამ წავაგავს აი 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოსთან გასულთა რაოდენობა თქვენს სავსებით სწორედ მიანიშნეთ, რომ სტრუქტურა გასულების ძალიან მნიშვნელოვანი. რა ასაკის ხალხი გადის. ეს არის ის ასაკობრივი ჯგუფი, რომელზეც დამოკიდებულია კიდევაც ძირითადში დოვლათის შექმნა ქვეყანაში, ძირითადი მწარმოებლური ძალებს ესენი შეადგენენ და ასე შემდეგ. და ძალიან მაგონებს სიტუაციას მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ რაც მოხდა საქართველოში, როცა 600,000, 650,000 მამაკაცი იქნა გაწეული მტერთან საბრძოლველად და როგორც ცნობილია, ნახევარზე თითქმის ნახევარი, ოდნავ მეტიც ბრძოლის ველიდან არც დაბრუნებული. ეხლა ვითარება იმხრივ, რომ არ დაბრუნდნენ, ვინც წავიდა სხვა ქვეყანაში, აქ გაცილებით თითქოს შედარებაც არ არის კორექტული, მაგრამ თვითონ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, დემოგრაფიული განვითარებისთვის ის რაც მოხდა იმ წლებში და რაც ხდება დღეს, გარკვეულად ანალოგიურია. ჩვენ კარგავთ იმ ადამიანებს, კარგავთ დროებით თუ სამუდამოდ და მე არ გამოვიცხოვრო, ბევრი რა თქმა უნდა დაბრუნდება უკან, მაგრამ ზოგიერთი ახალგაზრდა ოჯახს ქმნის უცხოეთში, მაგრდება გარკვეული ეკონომიკური, მატერიალური თუ სხვა მიზეზების გამო იმ ქვეყნებში, სადაც დროებით გეგმავდა გამგზავრებას და ეს რაოდენობაც ძალიან უცნაურად ჟღერს ჩვენს მიმოხილვებში, ეკონომისტების, სტატისტიკოსების ანგარიშებში. როგორც ცნობილია, ამას წინ სტატიას გავესწრებინე საბერძნეთში ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ორგანიზატორი გვარი სამწუხაროდ დამავიწყდა. წერდა, რომ საბერძნეთში დღეს დაახლოებით 300,000 საქართველოს მკვიდრი ცხოვრობს და აქედან 200,000 ლეგალურად. ეხლა რა თქმა უნდა, არალეგალურობა
უცხოეთში მყოფი ქართველების არ ნიშნავს, რომ ისინი საქართველოში არიან. ისინი ბუნებრივი არიან იმ ქვეყნებში, სადაც არალეგალურად არიან. ეს არის დაკარგული მასა ადამიანების, რაოდენობა ადამიანების საქართველოსთვის. თურქეთში ეს მონაცემი 400-დან 500,000-მდე მერყეობს ისევ და ისევ პრესის მონაცემიდან გამომდინარე. სამწუხაროდ ოფიციალური მსჯელობა ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ პარლამენტში, ამ ხელისუფლებაში. ამ თემაზე უფრო მკაფიო და უფრო არგუმენტირებული ინფორმაცია ყოფილიყო მიწოდებული მოსახლეობისათვის, იმიტომ რომ ეს ქმნის შთაბეჭდილებას, ეს შექმნეს შთაბეჭდილებას იმის შესახებ, ძირითადში მაინც დღეს საქართველოში მოსახლეობის ოდნავ რამდენი. ეს არის მუდმივად საკამათო თემა. პოლიტიკოსებისთვის, ეკონომისტებისთვის, დემოგრაფებისთვის და საბოლოო ჯამში რუსეთში ითვლება 8 მილიონზე მეტი წასული საქართველოდან. მილიონზე მეტია თუ მილიონზე ნაკლები. თუ ამას დავუმატებთ იმას, რაც საბერძნეთზე და თურქეთზე ითქვა და მარტო ამ სამი ქვეყნით ხო არ შემოიფარგლება ქართველი ემიგრანტების გეოგრაფია. ევროპაშიც არიან წასულები, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ალბათ აზიის ქვეყნებში, იმდენი არა როგორც დასახლებულ ქვეყნებში, მაგრამ გარკვეული რაოდენობა. და ჯამში მივიღებთ არანაკლებ 1,5 მილიონს ალბათ. შეიძლება გაზვიადებული ეს 1,5 მილიონი, მაგრამ მილიონზე 1,200,000-1,300,000 ალბათ არის სავსებით რეალური რაოდენობა. აქ ორი მომენტია, ესე იგი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან ბევრი ქვეყნებში მაცხოვრებელი არაავტოქთონური წარმომადგენლები დაუბრუნდა თავის ისტორიულ სამშობლოს. ადგილი ჰქონდა ეთნიკურ მიგრაციას. თქვათ, ბერძნები წავიდნენ დიდი რაოდენობით, ებრაელები, სლავური წარმოშობის რომლებიც საქართველოს მოქალაქეები. კი, და თავის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდნენ. ეს შედარებით ბუნებრივი პროცესია მაინც. მაგრამ ამის გარდა, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რამდენიმე ასობით შეიძლება მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქეები, არ მარტო ქართველები, სხვა ეთნოსის წარმომადგენლები გასულები არიან. ზოგიერთი ექსპერტი თვლის 1,5 მილიონიდან 2 მილიონამდე. ზუსტად რამდენია ხოჭა? თუ რამ კითხვა გამოვიდა, მოსახლეობის აღწერაა ჩასწერებული. გამოჩნდეს. როგორც ამოიყვა დღეს პრესაში და გუშინ და მედია საშუალებებში წინასწარი განცხადება იმისა, რომ 2012 წელს აპირებს ხელისუფლება აღწერის ჩატარებას უარყოფილი იქნა. ეს ეთყობა დაკავშირებული არც ისე მარტივია, კარგად გეცოდინებათ ჩვენზე უკეთესად, რას ნიშნავს სრულფასოვანი აღწერის ჩატარება და რას ნიშნავს მზადება ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციისათვის და მონეტიზაციისათვის. ხო, ეს არ ხდება მარტო ვოლუნტარიზმით თუ დღეს გადავწყვიტოთ და ხვალ ჩავატაროთ. იქ რამდენიმე დღის რეზონანს მიეცა ამის თავზე ინტერვიუ და იქ თქვი რომ როგორც ბავშვის დაბადებას ფიზიოლოგიური დრო სჭირდება, გარკვეული ჩასაფრიდან დაბადებამდე, ეს არის მოსახლეობის აღწერის პროცესი. თავის ტექნოლოგიური ციკლები აქვს, მომზადების ეტაპები ჩასწარებელი და ასე შემდეგ. დაახლოებით 25,000-მდე ადამიანი უნდა იქნეს მობილიზებული. გაგეთეს რუკები და რაიონება, რომ არ გამოჩეს არც ერთი სახლი, სადარბაზო, საცხოვრისი და სრულყოფილად ჩატარდეს. რა თქმა უნდა, მე პირადად თქვენ ზოგადად აღწერეს და მახსოვს ეს ძალიან დიდი შრომატევოდი, ესეთი შრომატევოდი პროცესი საქართველოში მე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ შედარებულა. 2020 წელს პირველ და უკანასკნელი. სხვადასხვა აზერბაიჯანი უკვე ჩაატარა ორი აღწერა და აზერბაიჯანი კი რა აფხაზეთშიც სეპარატისტულ რეჟიმში ჩაატარა, თუმცა მათი ინფორმაციის ამდოება სხვასაუბრისთანა. და ამის გარეშე ჩვენ არ გვეცოდინება რეალური მდგომარეობა ეკონომიკაში, რამდენია სამუშაო ძალა, როგორი მისი რეგიონული გამყინვარება, მასაკობრივი სტრუქტურა და შესაბამისად დაახლოებით 2014 წელზე ადრე ეს პროგნოზება ვერ ჩატარდება. არადა მონაცემების, სწორი მონაცემების მიღება ეკონომიკისათვის, სახელმწიფოსათვის, მთლიანობაში ქვეყნისთვის, ეს არის ყოველად აუცილებელი რამ და სწორი მონაცემების გარეშე, სწორი სტატისტიკის გარეშე, ჭეშმარიტი მონაცემების გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია მომავალზე ფიქრი, მომავლის დაგეგმვა და იმ საკითხების გადაწყვეტა, რაზედაც უამრავი ორგანიზაცია მუშაობს და იღწვის. ჩვენ ალბათ
შექმნილის შემდეგ ალბათ ისევ შევხვდებით, რადგან წინააღმდება ინტერნეტ ტელევიზიისგან მივიღებთ რეგულარული გადაცემების, ჩატარების, რეპორტაჟების, თუ შეიძლება ასე იყოს, ჩატარების თაობაზე თავისუფალი აზრის სახლიდან. ეს იქნება უშუალოდ თავისუფალი აზრის სახლში მიმდინარე ღონისძიებების ასახვა თუ მათზე ინფორმაციის გაკეთება თუ ტელევიზიაში, ინტერნეტ ტელევიზიაში ჩვენი წარმომადგენლების მობრძანება და გასაუბრება მოსახლეობასთან, ტელემაყურებლებთან, ამას ჩვენ ალბათ მოახლოეს პერიოდში მოვიფიქრებთ, გაგზავნით და რა ფორმით გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა. ეხლა კი ალბათ ტელემაყურებლებს, ინტერნეტ მაყურებლებს მადლობა უნდა გადავხადოთ ყურადღებისათვის იმ დროისთვის, რომელიც დაუთმეს თავისუფალი აზრის სახლის და მისი წარმომადგენლების მოსაზრებების მოსმენას და მომავალ შეხვედრამდე დაგეშვით.